საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ერთ საკითხზე ვიმსჯელოთ ერთად, დაგამატებთ ყველას. ამპარტავნები, ფარისევლები, წიგნობრები და მსგავსი ხალხი არა, ყველას დანარჩენი სხვა, კი. მობრძანდით ვისაუბროთ. ციფრულ ფულზე მინდა ვისაუბროთ, მეგობრებო, შემოვიდა უკვე ეს კანონი, როგორც მე გავიგე, არ ვიცი ხო მართალია თუ არა, კანონი, რომ ციფრული ფული შემოდისო. აბა როგორ ფიქრობთ, კარგია თუ ცუდი? აი, უბრალოდ რო ავიღოთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, ცუდი რატო არის და კარგი რატო არის, ხო? ორივე შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ. მე მაგალითად დიდ კატასტროფას ვერ ხედავ ამ საკითხში, იმიტომ რომ დიდი კატასტროფა უკვე მომხდარია. ესენი არის უბრალოდ სიმპტომები უკვე. იმ დაავადებისა, რაც გვჭირს, ხო და მოგესალმებინესთან. და იმ დაავადების, რაც გვჭირს უკვე, სიმპტომები გარეთ გამოვიდა. და ეს გააფუჭეთ, კიდე რატო არ არის ჩართული? და აგერ უკვე ფაქტი კი არა და უკვე ხედავთ რაც ხდება, მეგობრებო. მე პირადად ციფრული ფული არაფერში არ დამაზიანებს. მე პირადად არ დამაზიანებს. მაგრამ დააზიანებს იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვართ და ცხოვრობთ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისუფლების მომხრე არის, ანუ სრული თავისუფლების მომხრე და არანაირ სისტემაში არ უნდა ჩაერიოს, მაგალითად ბანკის ბარათი აიღოს, თუმცა მე არ მიგულება ადამიანი დღეს საქართველოში, რომ სრულიად ბანკის კი არა და ციფრული ბარათების გარეშე იყოს, ცხოვრობდეს, ხო? ციფრული ბარათი, აი მაგალითად ჩვენი პირადობის მოწმობები, მეგობრებო, ხო? ციფრული ინფორმაციებს ინახავს და ციფრული ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. მაგალითად, როგორიც არის ბარათზე მოთავსებულია შენი ყველა მონაცემი, შენი გასვლა-შემოსვლა საზღვარგარეთ, შენი ვიზიტი ექიმთან და ნებისმიერი საკითხი, რომელიც შენ გაგივლია დაბადებიდან დღემდე. თქვენ შეიძლება არ გეგონათ ესე, მაგრამ ესია, მეგობრებო. სისტემები, რომლებიც აი ეხლა თავის თავს ამჟღავნებენ, ხო? ციფრული ფულის შემოტანა ეხლა მაგალითად რისთვის იქნება მასონთა სამყაროსთვის საინტერესო. მაგალითად ჩვენთვის და მათთვის სხვადასხვა პოზიციებია, ხო? ჩვენთვის შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს, მაგრამ მასონთა სამყაროში მასონები იცით, მეგობრებო, ვინ არის, რომელი საზოგადოებაც სრულიად კაცობრიობას ატრიალებს და სრულიად კაცობრიობას აპროგრამებს, აი ეს არის მასონთა საზოგადოება, რომელმაც შეიძლება, აი როგორც ახლა ნებისმიერი აღრიცხვით გაკეთდა აცრების აღრიცხვა, გაკეთდა აღრიცხვა დაბადების მოწმობების, დაბადების გაკეთდა აღრიცხვა, გაკეთდა აღრიცხვა მოსახლეობის რაოდენობის და ახლა მეგობრებო დაემატა ის, რომ ესე იგი თითოეულ ადამიანს თავისი ხელით გენეტიკურ ანალიზებს თავისივე ხელით აბარებინებენ, თან ახდევინებენ თანხებს, აგროვებენ ძალიან დიდ ინფორმაციებს ამით, რომელიც შემდეგ სტატისტიკაში ისევ და ისევ თვითონ გამოადგებათ იმისათვის, რომ ძალიან ადვილად მოიცან ბიოლოგიური ომები. ასევე არის ციფრული ფულის შემოსვლაც, მეგობრებო, ეს სრულ კონტროლზე გადაგვიყვანს.
სრული კონტროლი რითი ეხლა აი მაგალითად შეიძლება ადამიანმა თქვას რომ მე საერთოდ არა ვარ ბანკში და არც მჭირდება ფულ სისტემას არ უერთდები ხო მაგალითად მე თვითონ მომყავს საკვები ჩემთვის არ მჭირდება გარესამყაროს მათხოვრობა რომ ან ვიყიდო რამე სხვისგან ან შევიძინო ან გადავიხადო ბავშვი სკოლაში წავიყვანო და იქ თანხები არის საჭირო და ასე შემდეგ არ წავიყვან ბავშვს სკოლაში მაგალითად აი ხლა გამოჩნდება ის საკითხი ადამიანს რამდენად აინტერესებს თავის უფლება და ადამიანს აქვს თუ არა გააზრებული თავისუფლების არსი რაში მდებარეობს. მართალია რომ ძალიან ბევრი პროგრამა როგორიც არის აი ეს აცრების პროგრამა ადამიანებს შეატენეს ისე რომ კარგად მოაჩვენეს ასევე არის პროგრამა თუნდაც ციფრულ პასპორტებზე გადაყვანის მოაჩვენეს რომ ეს კარგია და ჩიპიზაცია მეგობრებო ჩიპიზაცია ეხლა როგორ არის იცი ხალხი ელოდება აი ხელში ჩადგმას და ხელში კი არა და უკვე ყველგან ჩადგმული გვაქვს ჩიპი თუნდაც დაკვირვება ის რომ კამერები გვაქვს დაყენებული ყველგან და ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი იციან მერე ის რომ ეს კორონას ვირუსი სპეციალურად გაშიარებული სპეციალურად ის იყო რა ქვია მოწყობილი აი იმაზე უფრო დიდი პანდემიები არსებობს დღეს მაგალითად მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმიტომ რომ უკვე თავის მიზანს მიაღწიეს და თავის პირით გამოგვეცხადეს რომ როდესაც ხელოვნური ინტელექტის კვება დაიწყეს კვება იმას ნიშნავს რომ ინფორმაციების ჩატვირთა და ამას ხელოვნურად აკეთებდნენ მეგობრებო მოიგონეს ძალიან გენიალური რამე ჩვენთვის არა თავიანთვის გენიალური რომ ხალხი სახში ჩაეგეტათ და სახლიდან სოციალური პლატფორმების მეშვეობით კომუნიკაცია გაებათ იმისათვის რომ თუ დააკვირდებოდით ნებისმიერ თქვენს მიტინგს რომელიც იმართებოდა Zoom-ის მიერ და რომელიღაცა სხვადასხვა აპლიკაციების მიერ ყველას ხელს აწერდი ხელშეკრულებაში კი რა ეწერა შენ ამას ნაკლებად კითხულობდი ეს იმას ნიშნავს მეგობრებო რომ ნებისმიერი ჩვენი მონაცემი როგორ ვაზროვნებთ როგორ ვფიქრობთ რას გამოვიმუშავებთ რამდენად სიტყვის მეშვეობით როგორ კომუნიცირებთ ერთმანეთთან აი სრულიად მსოფლიო მასშტაბით ჩატვირთეს ხელოვნურ ინტელექტში და თავისი ენითაც პირითაც განაცხადეს რომ როდესაც მათ ეგონათ რომ 10 წლის აი ეს მასალა სამუშაო მასალა ქონდათ რომ ხელოვნური ინტელექტი მისი ცნობიერება მრავალფეროვნებინათ და ხელით უნდა ჩაეტვირთათ და იმისათვის თანხები იქნებოდა საჭირო, რა თქმა უნდა, დრო იქნებოდა საჭირო. ეს დააჩქარეს და 10 წლის მანძილზე გათვლილი პროგრამა ერთ წელში ჩატვირთეს. ისევ და ისევ ჩვენი ხელით, ისევ და ისევ ჩვენი სისუსტით, რომ ვერ გავიგეთ რა იყო ეს, ისევ და ისევ ჩვენი შიშით, რომ შეგვეშინდა, მართლაც გვეგონა რომ გადაგედებოდა და მოვკვდებოდით და ასე შემდეგ მეგობრებო. და ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არის იმის მანქანა, რომ შენი აზრები გაიგონ, სრულიად კაცობრიობის კონტროლი მოხდეს, სრულიად კაცობრიობის კონტროლი იმ დონეზე, რომ სიტყვის, მიმიკის, გესტიკის მეშვეობით შენ უკვე ამოგიცნოს რომელიღაცა ხელოვნურმა ინტელექტის გამომუშავებულმა რობოტმა რომელიც შემოხედავს და უკვე ეცოდინება შენ იტყუები, სიმართლეს საუბრობ, გეშინია, მართლა უშიშარი ხარ ამ შემთხვევაში თუ როგორ მეტყველებ. ეს რაში გამოადგება? ახლა შეიძლება თქვენ იკითხოთ, მე რა იცოდნენ, ეგ იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ როდესაც მოვა დრო რომ შენ თავისუფლებისთვის თუ კი დაგრჩენია სადღაცა რაღაცა აზროვნება დაიწყებ ომს, რომ იტყვი შენ გჭირდება თავისუფლება და შენ არ მიიღებ იმ საკითხებს, რომელ საკითხებსაც ისინი გტენიან, აი როგორც ახლა ფულის ციფრულ ფულს ყველანაირ მიზანს კი არა და ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ იმისათვის, რომ ამოიკითხონ შენ რამდენად მტკიცე ხარ შენ აზრში. და სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ კაცობრიობის 99.99% თავის სიტყვას, რასაც ამბობს, მტკიცედ ვერ ამბობს.
ანუ თუ კი ამბობს ვიღაცის მიერ ნათქვამს იმეორებს. ბავშვებო, ერთ თითხოვნა მაქვს, სანამ ეხლა მე დაგიძახებთ, მანამდე თქვენ ოთახში შედით რა, გთხოვთ? ხო? აქედან გამომდინარე მეგობრებო, ციფრული ფული იმისთვის იქნება ძალიან საინტერესო, რომ ადამიანის ნერვებზე მანიპულაცია მოახდინონ, ადამიანის ნერვებზე ითამაშონ. მათ სჭირდებათ დასუსტებული და დასნეულებული კაცობრიობა, რამე თუ მათი მიზანი რაც იყო ადამიანის შექმნის, ეს მიზანი ჩაანაცვლა უკვე ეს საკითხი ჩაანაცვლა უკვე ბიორობოტებმა და ადამიანის არსებობას ამ დედამიწაზე აზრი დაეკარგა მათთვის, იმიტომ რომ აწი უკვე რობოტები თვითონ ეყოლებათ. გესმის? ჩვენ რასაც გვაკეთებინებდნენ, ამას გააკეთებინებდნენ რობოტებს. ჩვენ საერთოდ აღარ ვართ სასურველი ამ ადამიანებისთვის. ადამიანები, რომლებიც ვააზროვნებთ, აი გაიხსენეთ, რატო გამოაგდო ღმერთმა ადამი, იმიტომ რომ ღმერთისნაირი გახდა. აღარ აწყობდა ღმერთს თავისნაირი ერთი კიდე ადამიანის ბაღში, იმიტომ რომ ეს იახვე ღმერთი იყო ბრძანებელი, ამპარტავანი და თავში ავარდნილი ჰქონდა ის, რომ თვითონ არის ვინც არის და მის გარდა არავინ სხვა ღმერთი არ არსებობს. როდესაც მოდის ქრისტე და ამ ხელს რომ ეს არის მრუში და მკვლელი მამა და მისი მამა ქრისტეს მამა არავის უნახავს არამც თუ ადამიანს და ევას. ასე რომ ჩვენ საუბარი გვაქვს იახვე ღმერთზე, რომელიც ადამიანს გამოიგონებს, ამ ადამიანის მეშვეობით დიდ საქმეებს გააკეთებს ამ დედამიწაზე და შემდეგ უკვე რო აღარ სჭირდება მოისვის ნაგავში. აი ამ დროში ვართ ეხლა მეგობრებო ჩვენ, როდესაც უკვე ნაგავში მოსასროლად გვამზადებენ. ჩვენი კუთვნილი მიწა, რომელზეც დაგვაყენა ღმერთმა და პირდაპირ მნიშვნელობით ებრაელო საქართველო ქრისტესია რომ დავწერე ეს ლექსი და შემდეგ მუსიკად გადავაქციე, აი ეს ებრაელო საქართველო ქრისტესია ნიშნავს იმას, რომ თუ კი სადმე ოდესმე ადამიანი მოაზროვნე დარჩენილა, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხუჩდეს. რატო ეხლა? იმიტომ რომ შეხუჩდეს თუ მოგუჩდეს, მოგროვდეს. რატომ? იმიტომ რომ თუ კი ადამი და ევა ცალ-ცალკე დადგებიან, ისინი ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ თუ კი ადამი და ევა ერთად დადგებიან და ღმერთის წინაშე იტყვიან, რომ შენ ალაოდ ხო არა გაქვს, რომ შეგუქმერი სადგუყრი რო ყრი, მე რა რო შევცდით, აგერ ის გველი რატო მოგვივლინე მაშინ, ის გველი არ შეგექმნა საერთოდ. ანუ შეკამათებოდნენ ამ ღმერთს და ერთობლივად დამდგარიყვნენ. არ მოინდომეს მეგობრებო, იმიტომ რომ ერთი თავისას უბერავდა მეორე თავისას და იქ ხდება დღეს. დააკვირდით თითოეულ ქართველს, ყველა თავისას uberaws, ყველა თავის ძალაუფლებას uberaws. იმას ის ძალა უნდა შექმნას, იმას ის ძალა, იმას ის ძალა და საბოლოო ჯამში უკვე ყველაფერი წაგვართვეს. და არა გვაქვს ჩვენ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დავიბრუნოთ უკან. არამედ ჩვენ იმაზე გვაქვს საუბარი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ადგილი სად არის? ის ადგილი, რომელიც ქრისტემ ჩვენ მოგვცა, აქვს თუ არა უფლება იახვეს და იაღოველებს, იგივე ილია მეორის, რომელიც ელიახვეს ღმერთად აღიარებს, იაღოველებს, ანუ სრულიად საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც ელიახვეს ღმერთად აღიარებენ, ქრისტე მას ღმერთად არ აღიარებს. აქვს თუ არა უფლება მათ, რომ ჩვენ მოაზროვნე კაცობრიობა მოგვისროლოს სანაგვეზე. როგორც უკვე აქამდე გეგმავდა და ეს დაგეგმარება დაიწყო ჯერ კიდევ ზვიადის მოკლით და გაგრძელდა გრძელდება დღემდე ხდება ის, რომ ეს იახვე ღმერთი, რომელიც ადამიანს ჯერ შეშურდა მისი, მერე ადამიანს წაართვა მეხსიერება, მერე ადამიანს მოსთხოვა ის, რომ არ ჭამო, არ გამრავლდე, ანუ ეს არ გააკეთო. მერე ევა მაინც ვიღაცამ მისცა ცნობიერება, რომ შეგიძლია მისნაირი გახდე და წარმოშვა რაღაც. ევა და ადამი ერთად ჩადიან ამ საკითხს, მართლაც გაღმერთდებიან, ესე წერია ბიბლიაში, რომ ისინი ღმერთკაცები გახდებიან და შემდეგ იახვე წყევლის ამათ.
თავის ქმნილებას წევლის. ანუ იახვემ შექმნა ადამიანო? ეგ არ იცოდით? ეხლა მე უნდა გითხრათ ეგ. იახვე დემიურგია. დემიურგია. ჩვეულებრივად, როგორც ახლა დღეს მეცნიერები დგანან და წარმოქმნიან ბიორობოტებს, ხელოვნურ ინტელექტს, წარმოქმნიან ნებისმიერ ახალ სიცოცხლეს, აი მაგალითად ადამიანის სპერმისა და ადამიანის კვერცხუჯრედის გარეშეც წარმოქმნეს უკვე სიცოცხლე, როგორც მე გავიგე. აი ესეთი ადამიანია, რომელიც აი ესეთი დემიურგია იახვე, რომელიც თავის თავს უწოდებს ღმერთს. თუმცა ღმერთზე აღმატებული, ღმერთმა დემიურგზე აღმატებულად ადამიანი დაასვა, მაგრამ ეს არ მოეწონა მას. მაგაზე ახლა ცალკე თემა არის და 5 საათი შეიძლება გავაგრძელოთ საუბარი, მოდი გავაგრძელოთ ის, რას მოგვიტანს დღეს ციფრული ფული. ციფრული ფული ძალიან ჩვეულებრივად უკვე ამოიწურა ეს ოქრო, ყველანაირი ჯერ ხო ოქრო იყო გამცვლელი ნივთიერება, საშუალება. მერე ეს ოქრო გადააქციეს ქაღალდის ფულად. მერე ეს ქაღალდის ფული გადააქციეს ციფრულ ფულად. ციფრული ფული გადააქციეს ბიტკოინებად. ბიტკოინები, რომლებიც აი აბსურდია, არსაიდან წარმოქმნილი ფულია და აბსოლუტურად თუ კარგად გაეცნობით, მაგალითად არის შიზოფრენია კი არა, უმაღლესი სიდებილე, რაც კი წარმოქმნილა, მაგრამ ეს სიდებილე კაცობრიობა მიიღო. აბსურდი, უმაღლესი აბსურდია ეს ბიტკოინები, ეს სხვა ციფრული ფული რაც არის, არა მხოლოდ ციფრული ფული, არა მხოლოდ ციფრული ფული, არამედ აი ეს კრიპტოვალუტა. ხო, და ამ კრიპტოვალუტას მეგობრებო გადაგიყვანენ მე სხვადასხვა საკითხებში, მე სხვა რამე დაერქმევა და სინამდვილეში რასაც მოითხოვენ ეს არის, აი რა არის ახლა ბიტკოინები, ხო? შენ კომპიუტერში ხარ და შენი კომპიუტერში გატარებული დრო გარდაიქმნება ფულად. წარმოგიდგენია, რომ ჩვენ როგორც ესეთი სამყარო შეგვიძლია აბსოლუტურად დავივიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესი ხო ფული არის, ესე დაგვაპროგრამეს, ხო? აბსოლუტურად დაგავიწყდება და 24 საათი და შეიძლება მე 72 საათი გახადონ იქნები ტელევიზორში, ისა იმაში ციფრულ აპარატებში, უკაცრავად. აი მე ეს იქნება შენი ფულის შემოსავალი წყარო. შესაძლებელია რომ გაგეთიშოს გონება. ვეღარ დაიწყო ადამიანური აზროვნება, აბსოლუტურად დადაუნდე. ანუ ანდროიდის დონეზე დახვიდე. აი ახლა მე რო ავიღებ ამ ტელეფონს და რასაც მინდა იმას შავაპროგრამებ, ხო, შიგნით, თქვათ, რაც რისიც უნარიც მაქვს მე, რო ჩავაპროგრამო და გადავიყვანო და ისედად გარდაქმნია. უკვე ვართ მაგ დონეზე. აი მაგალითად მედიის საშუალებით უკვე ხართ 99.99% საქართველოს მოსახლეობის, მე არა მაქვს უცხოელებზე საუბარი, საქართველოს მოსახლეობის ქართველების 99.99%, რომელიც მედიას კონზუმირებს, არის უკვე დაპროგრამებული სისტემაში ზის. მას თავისი აზროვნების უნარი აღარ გააჩნია. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ კი გაგვაჩნია, მაგრამ აი არ ვიცი რა, ღმერთმა მოგიყვანოთ გონებაზე. თქვენ რომ თქვენ თავს შეიცნობთ მედიის გარეშე, მერე იტყვით, რომ ნამდვილად არ გამაჩნდა ჩემი აზრი. არამედ პროგრამაში ვიჯექი, ვიყავი აბსოლუტურად პროგრამაში მოქცეული და ახლა როდესაც მე მედიას საერთოდ აღარ ვუყურებ და 20 წელია მე საერთოდ ტელევიზორი არ მინახავს. სახლში ტელევიზორი არ მაქვს. 20 წლის მანძილზე ჩემი გონება არის აბსოლუტურად თავისუფალი იმ ნაგვისგან, რომელი ნაგავის თქვენთან ყოველდღიურად შემოდის. ყოველდღიური ნაგავი. ერთი წუთი დედიკო, ხო, შემიძლია. ოღონდ ეხლა არა.
ყოველდღიური ნაგავი, რომელიც თქვენს თავებში როგორც აი საჭმელს რო ჭამთ, ხო, რაღაც ძალიან ბევრს რო ჭამთ და სუქდებით, აი ესე თქვენს მენტალს როგორ აზიანებს და როგორი სუქანი სხეული გაქვთ, იცით, მკვრივი სხეული გაქვთ ამ მენტალში, აყვით გამიხსენი რამე ხო. მენტალში იცი როგორი მკვრივი სხეული გაქვთ, რომ ხედავდეთ თქვენ სხეულს, რამდენად უკვე ბეჰემოტებს გავხართ, ხო? შეგწყვებოდათ თქვენი თავის. მაგრამ შეაყარე კედელს ერთში, რაც გინდა მე რომ 5 წლის წინ ხალხს ვარიგებდი რომ მე თქვი ბავშვებს ნუ დასვათ ტელეფონებთან, ნუ აყურებინებთ ამ საშინელებებს. აი დებილები რო იყურებიან. აი ესე მიყურებდა ხალხი, ისმით? და ეხლა უკვე დაიწყეს მედიაში ამაზე საუბარი, რომ არ არის კარგი, ეს არის კარგი, ეს არ არის კარგი. რაღაცეები გამოდის უკვე, მაგალითად შაქარი რო კარგი არ არის. ასევე არის ჩვენი ყურადღება მოდუნებული იმ საკითხებზე, რასაც ჩვენი რა ქვია პარლამენტი გადაწყვიტავს. აბსოლუტურად საქმის კურსში არ ვარ. ვერ უნარიც არ აქვს რომ შევებრძოლოთ, თქვათ ვიყოთ საქმის კურსში, მე რა. მასწავლებლები, დედას ვისწავლე, ყველაზე დიდი დამნაშავე მასწავლებლები თუ არ იყვნენ დღესდღევანდელ დღეობაში რა. მე მასწავლებლებს რას უზავდი, იცი? არ ვიცი რა, აი ეგენი მასწავლებელი რო საქმის კურსში არ იქნება, რა ხდება სახელმწიფოში. რა პროგრამით ასწავლის, როგორ ზრდის თავის თაობას, იქ უკვე წაგებულია ომი რა. აღარ არის აქ. აუცილებელი ვისაუბროთ ჩვენ რამე გათავისუფლებაზე და მიწების დაბრუნებაზე, იქ უკვე წაგებულია ომი. რა შეჭირდება ეხლა იმ თაობას, რომელიც თაობასაც დღეს ვხედავ მე გარეთ როგორც დადის, ეს ქართული მიწები იმას საერთოდ არ აღელვებს. საერთოდ არ აინტერესებს ხა რა შეჭირდება გამაგიდინეთ. რატომ დაგიდგება მხარში, რომ რაღაცა ქართულზე ქონდეს გართულება, როცა გახვირიან ევროპას, თითქოს ევროპის ეხლა ვიღაცას ეგონება რომ რუსეთი მე ვარ, არც რუსეთი მე არა ვარ, ხალხო გამანებეთ თავი, მე ჩემს საქართველოს ქართველი ვარ და არავის არ ვემხრობი არც რუსეთს და არც ევროპას. მე მინდა ჩემი ქართული მქონდეს და ქართველმა თვითონ ყველაფერი თვითონ გააკეთოს. რისი უნარიც აქვს, მაგრამ არ უნდა რომ ეზარება ტრაკის გაგმზრება. გესმით? და აი ესე რასაც გააკეთებს ჩვენი ებრაელი მთავრობა, იმას იღებს. ხო დედიკო? შეიძლება ხვიდე. რატო? ხო, ნუ ეხლა ძალიან ბევრი ფანი ყავს ამ მთავრობასაც, მინდა გითხრა. მე არც წინა მთავრობა მომწონდა და არც ეხლანელი მთავრობა და არც შევარდნაძე. მაგრამ მაინც ცხოვრობ ამ სახელმწიფოში. ხო? აუ დედიკო, მეზარება მაგრად რა. ეხლა მაგრად მეზარება, ეხლა ამის დაკეთება წინაზე ხო გავაკეთე. ხო და ციფრული ფული იმას იზავს, რომ ეხლა ჩვენ გარშემო ვინც არის ძალიან გაჭირებული ხალხი, ძალიან გაჭირებული ხალხი, რომ არსებობენ. სრულიად გაქრება. გადახარისხება მიდის მეგობრებო ეხლა რა. გადახარისხება, აი იმდენად გაჭირებაში იქნება ეს კაცობრიობა, რომ შიმშილ სული გასწრება როგორც დღეს უკვე ხდება რა. დღეს კიდე შეიძლება ადამიანი დაჯდეს და გაყიდოს მწვანილი, ან რაღაც თავისი მოქსოვილი,
ისე რომ ამ სისტემას საერთოდ არ შეუერთდეს, აი მე მაქვს საკითხი ბებოებზე, მოხუცებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც უუნაროები არიან, რაიმე სისტემაში ჩაებან, არც არის საჭირო ეს სისტემაში ანუ უუნაროები არა, უბრალოდ სურვილიც არა აქვთ. წერა კითხვის უცოდინარი ხალხი, რომელიც ვერაფერს ვერ გაიგებს, რაზე მოაწერინებენ ხელს. ძალიან იცით როგორი გადახარისხება მოხდება გონიერი და ჩლუნგი ადამიანების. ჩლუნგი მინდა გითხრა რომ არის არ ეგონოს ახლა მასწავლებელს თავი გონიერი. შეიძლება მასწავლებელი იყოს და ძალიან ჩლუნგი, უკვე დაჩლუნგებული იმ დონეზე რომ პირდაპირ პროგრამა გეწოდოს რა. პირდაპირ პროგრამა. ან ექიმი. ექიმები აბსოლუტურად დაჩლუნგებულები არიან. თქვენ ხომ შეიძლება რომ ექიმი არსებობს, კი, კარგი ექიმებიც არიან, მაგრამ ვინც მე ექიმი მინახავს, უკვე ჩლუნგია, იმიტომ რომ სისტემას მოერგო, სისტემის მონა გახდა. დაჩლუნგდა. თავის სიტყვას ვეღარ ქაჩავს, იმიტომ რომ იცის იმან რომ ეს არ არის კარგი და რასაც ეუბნებიან, მაინც იმას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის, რომ აი ეს წამალი არ არის კარგი ადამიანს, აი ეს წამალი ავნებს ადამიანს. მაგრამ პროგრამა აქვს და ის პროგრამა უნდა შეასრულონ. ამას ქვია ჩლუნგობა, მეგობრებო, მეტი არაფერი. შეიძლება ძალიან მაგრა აზროვნებდე, ძალიან კარგი წიგნობარი იყო, რომ განსწავლული იყო უმაღლეს დონეზე, მაგრამ შენ სისტემის მონა იყო მაინც დაჩლუნგებული. რაც შეეხება ვინ, აი ხა მე მაგალითად ხო? ციფრული ფული ჩემთვის არის როგორი რაღაც, იცი რომ აი როგორ გითხრათ, რას შევადარებ და ახლა გეტყვით. სადაც კორონაზე ხალხი დაბოლდა და უკვე ჩარჩოში მოექცა, იქ ციფრული ფული ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი პრობლემას აღარ წარმოადგენს. სადაც ხალხმა იქ ვერ გაიგო რომ აცარა არის საშიში, იქ იმ ციფრულ ფულსაც ციფრული ფული უკვე არის, მაგრამ აქ სხვა საკითხებია. იმ ციფრულ ფულის სიცუდეზეც ვერაფერს ვერ გაიგებს. აი როგორც ხალხს არ ესმის იესო ქრისტემ რა თქვა და საპატრიარქოს 99% გონია რომ ქრისტეს ემსახურება. ბავშვებო, ეს სხვათებში აიღე დედიკო და სხვა შენ გაიყარი თქვენ. ეს შენ და ის იმათ. დედიკო, მთელი ერთი ჯამი შეჭამე შენ, რა იყო? ხო და გაიყავით ესეც მერე. ფულზე გაყიდულები არიანო და ძის დაიყარა, ბავშვები, ძის დაიყარა. სამწუხაროდ ადამიანი მალე პროგრამდება. ასევე პროგრამდება რწმენაში. აუ, ძალიან ხაურია, მე ვეღარაფერს ვეღარ ვილაპარაკე, ხმა მე მგონი. ბავშვები, ხო ხედავთ რომ ტირის? დაუძახეთ. ძალიან უყვარს ჩემში ბროწეული და ბროწეულს შეუჭამეს და ძალიან გაბრაზდა ეხლა. წეღან ერთი დიდი ბროწეული შეჭამა. ხო და დედიკო არ შეუჭამია ნიკოლო საერთოდ. აღარა გვაქვს ბროწეული? აღარც მაღაზიაში არ იქნება? Du soll ich jetzt ins Magazin fahren? Fahr du noch ins Magazin. ხო, წავა. Kati, da iride. ძალიან ახმაურ დაკავ. Ragina, wer kommt? Die sollen die Portion teilen, morgen kaufen wir was. Also was soll das? ესეც მეგობრებო, აი
საქართველოს მიწას ესე ვერ იყოფენ იუდეველები და ქართველები. ორივე ხო არიან ერთი კაცის გამომძვრალები, ერთი კაციდან, ხო, ადამ და ევადან გამომძვრალები. ერთს უნდა მთლიანი ბროწეული, მეორესაც უნდა ბროწეული, მაგრამ არა, აი დედიკომ რომ დაუშალა და უთხრა რომ ამასაც აჭამეო, იმან ყვირილი დაიწყო, გაიგე, ესეთი რაღაცა, იგივე, აბსოლუტურად იგივე ვითარება. აი, წავედი როგორ ხა გადაწყვიტეთ თქვენ. ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ ვიზამთ, ციფრული პული შემოვიდა. მე ახლა ქართული მიწები ვერ დავისი და ციფრულ პულს გავაპროტესტებთ ჩვენ. საერთოდ რაბის პროტესტის უნარი გვაქვს? აღარ გვაქვს მეგობრებო პროტესტის უნარი. აგერ ჩემს შულს უფრო ხმამაღლა შეუძლია ყვირილი, ვიდრე თქვენ პროტესტის უნარი შეგეძლოთ. ის კი არა, ის ვერ გაგიგიათ, რომ ილია მეორე 48 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფოს მამადრო იყო დაყენებული. ერთი რამე არ გაუკეთებია თავისი ნათლულებისთვის, გარდა იმისა, რომ დაურეკოთ და ფულები ყაჭოს, რომ შეისყიდეთ წიგნებიო. მაგის მეტი აბა მითხარით ერთი რაღაცა ხის ჯვარი აჩუქა ჩემ შულს ნათლობაზე. ხის ჯვარი 50 თეთრიანი. სირცხვილია და აგერ ვარდებზეც მათხოვრობა დაიწყეს. და ვიღაცა იტყვის რომ კარგი მამაა და თავი ამ ყველაფრის ესეთ ვითარებაში რო ვართ რომ ეკაცია ვერავინ ვერ აანალიზებს და იმაზე დაუწყო ლაპარაკი ციფრული ფული რას დაგვაზიანებს? ან იმაზე დაუწყო ლაპარაკი რა უნდა აღდგეს ამ ქვეყანაში? სანამ კაცობრიობა ამ სიდებილეშია ჩაკეტილი, რომ ილია მეორე აღიქოს უწმინდესა და უნეტარესა და ვერ ხედავს როგორ გაანადგურა ეს სახელმწიფო და ქართული როგორ გაანადგურა, ხო? იქამდე მე ვერაფერს ვერ აგიხსნით საერთოდ და იმიტომ გავყვირივარ სულ ამ ილიას. ახლა შემოგარგება წავედი. საახმეურია.